მოგესალმებით მეგობრებო და ერთი პატარა ვიდეო გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა თითქოს და პატარა თემაზე. ესე იგი პრაქტიკულად ყველა კომპანიაში, სადაც ახალგაზრდა ადამიანები მუშაობენ და ასეთი არის ფაქტიურად ყველა კომპანია, შეხვდებით მიმართვას ბავშვებო. ანუ ესე იგი მენეჯერი ან კოლეგა, რა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ამ წუთას მე მენეჯერზე მაქვს აქცენტი, მიმართავს თანამშრომლებს როგორც ბავშვებს. ბავშვებო წავიდეთ, ბავშვებო ხო იცით, ბავშვებო და ასე შემდეგ და ჩვეულებრივ ეს ბავშვებო მიმართვა ძალიან ხალისიან პოზიტიურ კონტექსტში არის გამოყენებული, ოღონდ ერთი პრობლემა არის, რომ არაფრით არ შეიძლება ამ მიმართვის გამოყენება. დავიწყოთ იქიდან, რომ ბავშვთა შრომა აკრძალულია ტრენინგების დროს ან კომპანიასთან მუშაობის დროს, რომ გავიგებ ამ სიტყვას, გავჩერდები ხოლმე და ხუმრობით, მაგრამ სერიოზულად ვამბობ, რომ ბავშვთა შრომა არის აკრძალული კანონით და არ შეიძლება რომ კომპანიაში ბავშვები მუშაობდნენ. მოკლედ ბავშვები თქვენ კომპანიაში არ მუშაობენ, ხო? შეიძლება მოზარდებზე ვთქვათ, იცით რომ 14 წლიდან დაუშვეს რაღაცა შეზღუდული იმით, ამ წუთას ამ 14 წლის ბავშვებზე არ არის საუბარი და არც ისინი არ არიან ბავშვები და ბავშვებო იმათაც არ უნდა დაუძახოთ, მაგრამ ამ წუთას ლაპარაკი შეიძლება იყოს 20 და 25 წლის ადამიანებზე, ხო? ეხლა რატო არის ეს პრობლემა? როგორც წესი ამას რომ გამოვხატავ, მენეჯერს გაუკვირდება ხოლმე და ამბობს რომ ძალიან კარგი გულით და კარგ კონტექსტში ამბობ და მეგობრულად და ასე შემდეგ, ხო? და შეიძლება თავის მეგობრებსაც ესე მიმართავდეს სამეგობრო წრეში, თუმცა სამსახურში ესეთი მიმართვა არის დაუშვებელი და ესეთი ფრაზა შემხვდა სტატიის სათაური იყო if you treat employees like children, you will get child's work. ანუ თუ მოექცევი თანამშრომელს როგორც ბავშვს, მიიღებ ბავშვის შრომის შედეგს, ბავშვურ შედეგს მიიღებ, ხო? ამიტომ, მოკლედ, ეს არის ერთი ასპექტი, რომ ჩვენ როგორ მივმართავთ ადამიანებს, ეს განაპირობებს მათ დამოკიდებულებას საქმის მიმართ, ხო? თუ მივმართავთ როგორც ზრდასრულ პასუხისმგებლობიან ადამიანებს, ისინი შეეცდებიან, რომ მოიქცნენ როგორც ზრდასრული პასუხისმგებლობიანი ადამიანები. თუ მივმართავთ როგორც ბავშვებს, შეეცდებიან მოიქცნენ როგორც ბავშვები, თუ მივმართავთ როგორც კლოუნებს, შეეცდებიან, რომ მოიქცნენ როგორც კლოუნები. ამიტომ თქვენ მენეჯერის სიტყვას და მენეჯერიც რო არ იყოთ ავტორიტეტული თანამშრომლის სიტყვას აქვს კონტექსტი. თქვენ იცით რომ ჩვენ კომუნიკაციაში არავერბალურსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს და კონტექსტებს და ემოციებს და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ძალიან გთხოვთ რომ დაივიწყეთ ეს სიტყვა, ხო? დამაკნინებელია, კვლევაზე დაფუძნებით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის დამაკნინებელი და ამბობენ, რომ შეიძლება ქვეცნობიერად, შეიძლება ცნობიერად ხაზი ესმევა იმას, რომ მე ვარ დიდი ზრდასრული და ის არის ჩემზე უმცროსი. ანუ ასაკობრივ განსხვავებაზე არის მითითება ეიჯიზმზე. ერთი წუთით წარმოიდგინეთ 20 წლის ადამიანი რომ შევიდეს ოთახში, ესე იგი სადაც არიან 60 წლის თანამშრომლები და ბებრებო რომ დაუძახოს. ან ბიძიებო და დეიდებო დაახლოებით, ხო? მოკლედ დავანებოთ ხალხო ამ ამბავს თავი ძალიან გთხოვთ რომ ბავშვებო მიმართვა ბავშვებო, ისევე როგორც ბიძიებო, დეიდებო და ბებრებო ამას არავინ არ იყენებს, მაგრამ ბავშვებოც ამ კატეგორიაში გადის. ამიტომ მინდოდა ამაზე თქვენი ყურადღება მიმექცია. აქვე მინდა მადლობა გადაუხადო ამ ვიდეოს სპონსორებს. ამ ვიდეოს და ყველა ჩვენი ვიდეოს სპონსორები არიან ჩვენი ტრეინინგების დამკვეთები და მონაწილეები და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა გეკუთვნით. ინფორმაცია ჩვენ ტრეინინგების შესახებ არის ჩვენ საიტზე flowmaster.g. ყველა ასაკის მიუხედავად არის კოლეგა თანამედროვე სამუშაო გარემოში. კოლეგებო, მეგობრებო, ეს არის მითითება, ადეკვატური მითითება, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. მესმის რომ შეიძლება შეჩვეული ხართ, მესმის რომ შეიძლება რაღაცა პოზიტივის გამოხატვას ცდილობთ ამითი, შეეცადეთ რომ სხვა გზა გამონახოთ პოზიტივის
გამოსახატად, ხო? და არა მიმართვა ბავშვებო. გოგოებო, ბიჭებო, ესეც არის ცოტა უფრო ფამილარული სტილის, ამ შემთხვევაში გენდერზე და სქესზე არის მითითება და მოკლედ ესეც არაფერში არ გვჭირდება. კოლეგებო, ახალგაზრდებო, მეგობრებო, ახალგაზრდებოსაც არ ვიტყოდი, იმიტომ რომ მე თქვენ არ ყვიეთ რომელ ოთახში შეხვალ და ახალგაზრდებოს იტყვი და მე რომელ ოთახში არ იტყვით ახალგაზრდებოს და ვის ეწყინება რომ ახალგაზრდებო უნდათ რომ გეთქვათ და ასე შემდეგ. მოკლედ სამსახურებრივი ლექსიკონი არის სამსახურებრივი ლექსიკონი, ხო? მნიშვნელოვანია რომ თანამედროვე გუნდი და ორგანიზაცია აგებული იყოს შედეგებზე, შრომის შედეგებზე და არა ასაკზე, სქესზე, არ ვიცი მე მეგობრობაზე და ახლობლობაზე, ხო? ყველანაირ კომუნიკაცია იმას უნდა უსვამდეს ხაზს, რისი დანახვაც გინდათ ადამიანებისგან. კოლეგიალობის დანახვა თუ გინდათ, კოლეგებო უწოდეთ, მეგობრობის დანახვა თუ გინდათ, მეგობრებო უწოდეთ, ხო? მოკლედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ასაკისგან და სქესისგან დამოუკიდებლად. რა გავაკეთოთ პრაქტიკულად? პირველ რიგში მოიწონეთ ეს ვიდეო, თუ მოგწონთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი, ყოველკვირეულად ვათავსებთ ახალ ვიდეოებს, უკვე რამდენიმე წელია და საკმაოდ ბევრი ვიდეო დაგროვდა. დაივიწყეთ გამოთქმა ბავშვებო, კოლეგებო, მეგობრებო, არის სწორი მიმართვა სამსახურში. სამსახურში გარეთაც შეეცადეთ თანაბარი ურთიერთობა გქონდეთ ყველა კოლეგასთან, ასაკის, სქესის და სხვა თავისებურებების მიხედვით. გოგოებო, კაცებო, ბიჭებო და ასე შემდეგ, მოკლედ არ არის შესაფერისი და შესაბამისი კოლეგებთან მიმართებაში. თქვენი მეგობრობა და სიახლოვე სხვა მეთოდებით შეეცადეთ რომ გამოხატოთ და სხვებსაც მიუთითეთ თუ შეიძლება ვინც ამას იყენებს რომ ამ მიმართვასაც კი აქვს გავლენა საქმეზე და გუნდზე და გუნდურობაზე. სულ ეს იყო რაც მინდოდა ამ ვიდეოში მეთქვა. მადლობა ყურადღებისთვის და მალე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.